ხელისუფლებამ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მხოლოდ 47% შეასრულა. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო აუდიტის 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი ლაშა თორდიამ წარადგინა. მთავარი აუდიტორის განცხადებით, პარლამენტი არ უნდა იყოს აუდიტის სამსახურთან დაპირისპირებული. მხარე თორდიამ პოლიტიკოსებს მაკონტროლებელი უწყების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. აუდიტის ანგარიში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტების გარდა ის დარღვევებიც მოხდა, რომელზე რეაგირებასაც აუდიტის სამსახური საგამოძიებო ორგანოებს თხოვს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაურევლობა, პოლიტიკური ასე ვთქვათ, განცხადებები იყოს შორს აუდიტის სამსახურიდან და მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აკეთონ თავიანთი საქმე. და მნიშვნელოვანი არის, რომ პარლამენტი, ვისთანაც არის ანგარიშვალდებული აუდიტის სამსახური, იყოს პარტნიორი აუდიტის სამსახურის და არა დაპირისპირებული მხარე. მე აბსოლუტურად საფრთხეებზე მოუწოდებ პოლიტიკოსებს, იმ ადამიანებს, ვინც წვითავენ პოლიტიკას ამ ქვეყანაში, რომ შეინარჩუნონ აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა.